გადმოცემის თანახმად სოკრატე ათენის აგორაზე, ბაზარში დადიოდა და უყურებდა გამოფენილ საქონელს. იგი ეკითხებოდა გამყიდველებს სხვადასხვა პროდუქტის ფასს. როდესაც პასუხს მიიღებდა, შემდეგ სვამდა ფილოსოფიურ კითხვებს: რა ღირს სათნოება, რა ღირს ვაჟკაცობა, რა ღირს სიბრძნე? ამ მეთოდით სოკრატე ცდილობდა ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რომ ისინი დიდ დროსა და ყურადღებას უთმობდნენ მატერიალურ საგნებს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობდნენ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე. იგი ცდილობდა მოქალაქეები დაეფიქრებინა იმაზე, თუ რა არის ნამდვილად ღირებული ცხოვრებაში. ბერძნულ სამყაროში ვაჟკაცობა არ იყო მხოლოდ ფიზიკური სიმამაცე ბრძოლაში. ჰომეროსის გმირებისთვის ვაჟკაცობა ნიშნავდა არა მხოლოდ საბრძოლო უნარს, არამედ მორალურ სიმტკიცესაც. პლატონის მიხედვით შეშმარიტი ვაჟკაცობა არის ცოდნა იმისა, თუ რისი უნდა გეშინოდეს და რისი არა. არისტოტელე ვაჟკაცობას განიხილავდა როგორც ოქროს შუალედს სიმხდალესა და თავხედობას შორის. სპარტაში ვაჟკაცობა ყველაზე მაღალ სათნოებად ითვლებოდა, სიკვდილი ბრძოლაში უმჯობესი იყო, ვიდრე ლაჩრულად ცხოვრება. ანტიკურ სამყაროში ღირსება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საზოგადოებრივ აღიარებასთან. ჰომეროსის გმირებისთვის ღირსება ნიშნავდა სახელის მოხვეჭას და შენარჩუნებას. რომაელებისთვის დიგნიტას ღირსება იყო პოლიტიკური მოღვაწის უმნიშვნელოვანესი თვისება. ციცერონისთვის პირადი ღირსება დაკავშირებული იყო სახელმწიფოსადმი სამსახურთან. სტოიკოსები, როგორიც იყო მარკუს ავრელიუსი, ღირსებას აკავშირებდნენ შინაგან სიმშვიდესთან და თვითკონტროლთან. ბერძნული ცნება სინეიდესის და ლათინური კონსციენტია ახლოს იდგა თანამედროვე სინდისის ცნებასთან. სოკრატე საუბრობდა დაიმონიონზე, შინაგან ხმაზე, რომელიც მას უკეთესობისკენ უბიძგებდა. სტოიკოსები სინდისს უკავშირებდნენ ლოგოსს, სამყაროს მართლწესრიგს. ციცერონი საუბრობდა ბუნებრივ კანონზე, რომელიც ჩადებულია ყველა ადამიანში. ეპიკურელებისთვის სინდისი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ცუდი საქციელი იწვევს შინაგან ტანჯვას. ფილოსოფოსებისთვის სიბრძნე უმაღლესი სათნოება იყო. სოკრატესთვის სიბრძნე იყო იმის აღიარება, რომ მცირედი იცი. პლატონისთვის სიბრძნე იყო იდეალების სამყაროს წვდომა. არისტოტელეს მიხედვით სიბრძნე იყო თეორეტიკული და პრაქტიკული, პირველი უკავშირდებოდა მარადიულ ჭეშმარიტებებს, მეორე ცხოვრების სწორად წარმართვას. ბერძნებისთვის ზომიერება ფუნდამენტური ღირებულება იყო. დელფოს წარწერა არაფერი ზედმეტი მედენაგან ამ პრინციპს ასახავდა. სოკრატე და პლატონი ზომიერებას განიხილავდნენ როგორც სულის ჰარმონიას. არისტოტელეს ეთიკის საფუძველი იყო ოქროს შუალედი ბალანსი ორ უკიდურესობას შორის. ეს ფასეულობები ერთიანდებოდა ბერძნულ იდეალში, კალოკაგათიაში, სიკეთისა და სილამაზის ერთიანობაში და რომაულ ვირტუსში, კეთილშობილებასა და სათნოებაში, რომლებიც მოიცავდა როგორც პირად ღირსებას, ისე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.